ვფიქრობ, რომ ისინი ომში გამოსავალს ეძებენ. მათ სხვა გამოსავალი არ დარჩენიათ. მათ ძალიან კარგად დაინახეს, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლა არის ძალიან შორი პერსპექტივა. გამორიცხულია. არ მეგონი აღარც აქვს. მაგდენს კი ხვდებიან, რომ პერსპექტივა არ აქვს. იმიტომ გადავიდნენ უკვე შემდეგ უკვე ისეთ ნარატივებზე, რომელიც საზოგადოებას აღიზიანებს, იციან, მაგრამ სხვა გამოსავალი არ დარჩენიათ. ასევე ომში ყველაზე საუკეთესო გამოსავალი იყო მათთვის, რომ შანსები გაზრდილიყო, ხელისუფლება ხელში ჩაეგდოთ, რომ საქართველოში მოხდარიყო ომი. ყველამ ხო კარგად ვიცით, რომ აგენი არც ომში წამსვლელები იყვნენ, არც ეგრევე როგორც ეხა გარბიან გაიქცეოდნენ თქვა ზოგი ევროპაში, ზოგი ამერიკაში და იქიდან დაგვიწყებდნენ დამოძღვრას და ასე შემდეგ. ანუ მათ თავი ქუჩი აქვთ. იციან რომ ხარდამჭერები ყავთ თქვა იქ ევროპაში და შეერთებულ შტატებში მაშინ განსაკუთრებით. აიდო ყველაზე საუკეთესო გამოსავალი, ანუ როგორც აი ეხლა რომ მაგალითად ერთი შანსი დარჩენიათ, ერთადერთი შანსია, რომ აი ამ მიტინგებზე რაღაცას თუ აწევენ ტემპერატურას, რომ ვიღაცა მოკვდეს სისხლი დაიღვაროს. ეს ერთი შანსია, რომ მაგალითად საზოგადოება გამოიწყუონ. ეს ერთი შანსი, რომელიც თითქმის უკვე მინავლებულია, ხო? ეგეც აღარ არის. ანუ დარჩენილი იყო ომი და ამ გამოსავალს არიან ჩამოკიდულები. თქვენ ვინმეს აი გჯერათ, აი მაგალითად საზოგადოებას იმართა, რომ მაგალითად ღვარღვარად რო ჩამოსდიოდათ ცემლები უკრაინაში რომ დაიწყო, რომ მაგათ ეწოდებოდათ ვინმე ან დიდი ან პატარა ან რაღაცა დაარდობდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინაში რუსეთი შეიჭრა. არა, პირიქით, სიხარული ცრემლები იყო, რა თქმა უნდა, ბომბები ცვიოდეს. არა, სხვა იცი როგორ არის? ანუ აი ციდან რო გამოგიგზავნო რაღაცა საშველი რა. დაახლოებით ეგ იყო მაგათთვის, იგივე მდგომარეობაში იყვნენ, მანამდე უკვე რაღაცა სიკვდილის პირას იყვნენ. ამ დროს უკრაინაში დაიწყო ომი და ამათმა ატეხეს დიდი ზიამ. რა თქმა უნდა, რომ თუ გახსოვთ, ყველაფერი უკრაინასთან იყო დაკავშირებული. თუ რაიმე ხდებოდა. ზელენსკი იყო გმირი კაცი. არავინ და არაფერი არ აინტერესებდა საქართველოში, მხოლოდ უკრაინაზე იყვნენ ჩამოკიდებული. უკრაინის მერე თქვათ იქ რაღაცა თუ ბავშვები გეწოდება შედალოცილო, რომელიც უმიზნოდ და უმიზეზოდ იხოცებიან. იქ აგერ ისრაელ-პალესტინასთან დაკავშირებით, ხო? ანალოგი ომი იყო, ყველაფერს თავი დავანებოთ, იქაც უფრო მეტი ბავშვები იქ დაიხოცნენ. ვინმე ღაზას სექტორი, ჰააგის სასამართლომ პუტინი რო გაასამართლა, ძალიან უხარია და ნეთანიაჰუ რო გაასამართლა, არა. ხო, არა. აი ეს ხო ხდებოდა მაგის სტანდარტი. რა ხდებოდა, ხო, იქაც ხო ბავშვები იხოცებოდნენ. ვინმეს ერთს ის თუ მაინც უსკავს, რომ ნეიტრალური პოზიციით რანაირად შეიძლება კაცო ბავშვები რაღაც დაუფიქსირდა. არა, ეს ომები უხარია. რა თქმა უნდა, შესაბამისად, საქართველოშიც იმიტომ უნდათ, რომ ომი დაწყებულიყო, რომ შანსი გაჩენოდათ, ვერ გათვალეს, რომ საზოგადოება იმ დონეზე ვეღარ მოწყდებოდა, რომ დაქვემდებარებულიყო მთლიანად ამ რაღაცა დასავლეთიდან დიდ შემოტევას. არ დაექვემდებარა საზოგადოება. თორე ერთი, აი წინაზეც თქვი, ერთი კაცი ყველა მიცოდა პარლამენტში ვინც იყო, რატომ გაიწვია უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ელჩი საქართველოსთან. პირდაპირ იყო მიზანი, რომ საქართველო უნდა ჩართულიყო ომში. პირდაპირ მოწოდება იყო, აქ არ იყო რაღაცა ეს ირიბი არ იყო, რომ რაღაცა ტექნიკა მომაწოდეთ ან ეს უნდა ჩაერთოთ ომში. აი ეს ხელისუფლებამ თავის თავზე იყო დარტყმა, უარი თქვა და ამ დროს ყველა გამოდის და წეგან გირჩი რო ახსენე რა. შეიძლება ჩამეთვალა მაშინ კაცად, რომ ეთქვა, რომ იცი რა არის ხა ომის პერიოდია და თავი დავანებოთ შეიძლება ხელისუფლებას გვერდზე იქით რომ ხარდაჭერას უცხადებ უკრაინას ამ დროს რომ ხარდაჭერას უცხადებ, ესე იგი რას ნიშნავს? შენი საზოგადოება ყავს გაწირული ომისთვის. ანუ თავარია როგორმე ხელისუფლება ხელში ჩაიგდო და გაწირული ყავს ყველას დაიწყოს ომი, მე რა მესადღა ჩავძრები ამოძრები, ხო გაკეთებული აქვს ეგეთი რაღაცეები უკვე, ხო? ეს ხო დაინახა ამ ხალხმა. ღირსებასაც ხო ხედავს ამ ხალხი. რა უღირსი ხალხი არის. ეს ერთი დავამთავრებ რაშალო რა და კიდევ ხედავს ამ პოლიტიკური ლიდერების სიბრიყვეს და სიბეცეს. აგერ არის ძალიან მარტივი მაგალითები რა.
პოლიტიკური ლიდერების რაღაც წამოიწია ეხლა უკვე პაატა ბურჭულაძე. არა, ეს რაც იმ დღეს პაატა ბურჭულაძე მე გულწრფელად შეუძლებელია პაატა შემეწოდა მართლა გეუბნებით. ავადმყოფია. მე მეგონა რომ ეს კაცი იყო ისეთივე უტიფარი როგორც დანარჩენები არიან, რომ აი მაგალითად მე მახსოვს მისი დაბადების დღე იყო და რაღაც ჟურნალისტები კახეთში სადღაც რომელიღაც რესტორნიდან თუ სასტუმროდან გამოდიოდნენ და როგორც კი რაღაც კითხვე დაუსვეს, ხელისუფლების რუსეთ უმეობაზე დაიწყო ლაპარაკი და ორივე მანქანა რომელიც ახდა, ორივეს რუსული ნომრები ჰქონდა რა.